მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი არის საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ანი, გმადლობთ ჩვენთან სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობთ, დღეს ჩვენ ერთგვარი შემაჯამებელი ეთერი გვექნება ეროვნული ფორუმის ბოლო თავისუფალი ტრიბუნა არის 2015 წელს და მით უმეტეს შემაჯამებელი იქნება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა არა მხოლოდ მიმდინარე წლის, არამედ ზოგადად სამწლიანი მუშაობა ხელისუფლების. თქვენ როგორ აფასებთ პირველ რიგში მთავრობის საქმიანობას და მოახერხა თუ არა თქვენი აზრით პრემიერ-მინისტრმა იმ მთავარი მესიჯების გაჟღერება, რომელიც მიზნად ისახავდა ზოგადად აი ამ პრეზენტაციას მთელი სამწლიანი ანგარიშის? მადლობა კიდევ ერთხელ, დიახ, 2 საათიანი ანგარიში ქონდა დღეს პრემიერს და ვფიქრობ, რომ ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, მიღწევებზეც, გამოწვევებზეც, პრობლემებზეც. და რა თქმა უნდა არის პრობლემები. რა თქმა უნდა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ იმაზე ბევრად მეტი არის გასაკეთებელი, ვიდრე გავაკეთეთ და ვიდრე ამ ქვეყანაში ერთ ადამიანს მაინც ექნება პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იტყვის ხელისუფლება, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და გაიარა, მაგრამ მე შევეცდები, რომ იმ თავარ საკითხებზე ვისაუბრო, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად ვისაუბრებ ხარვეზებზეც, რომ ჩვენს მაყურებელს გქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ მიღწევებზე არ ვსაუბრობთ და ძალიან იმაზე მეც ვფიქრობთ ხარვეზებზე და პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებაში არის. მე მიმაჩნია, რომ ყველა თავმოყარი ხელისუფლება უნდა საკუთარ თავში, საკუთარ თავს უნდა უყენებდეს მთავარ მოთხოვნას, რომ ის უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანზე. ადამიანის უფლებებზე, მის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლის უფლებაზე, განათლების უფლების ქონაზე, კეთილდღეობაზე და პირობების შექმნაზე ზოგადად, სოციალურ კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ ამ მიმართულებით, რომ ადამიანს ყველგან ეს იქნება ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში თუ თქვათ იგივე სასჯელ ახსოვლების დაწესებულებაში თუ სხვაგან და სხვაგან ჩვენ გავაკეთეთ იმდენი რომ ადამიანს დაუბრუნეთ ღირსება რომელიც არ იყო არ გქონდა და ასევე ვიცით რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ შიშის ქვეშ, ტერორის ქვეშ და ეს ქმნიდა ძალიან სერიოზულ პრობლემას. გარდა ამისა ჩვენ დავაბრუნეთ სიცოცხლის უფლება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ხშირად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ჩვენი ყველაზე წარმატებული პროგრამა როგორღაც დააკნინონ, მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ რომ ალტერნატივა იმის, რაც არის ჯანდაცვის მიმართულებით ადამიანებზე ზრუნვა არ არსებობს. როგორც არ უნდა ისაუბრონ ახლა ამის ეკონომიკურ წამგებიან და მომგებიან მხარეებზე, მიმაჩნია რომ ძალიან ამორალურია ამ თემაზე ლაპარაკი. ფაქტი არის, რომ ჩვენ ადამიანებს მივეცით შანსი და შესაძლებლობა იმის, რომ მათ გქონდეთ სიცოცხლის უფლება და ვთქვათ, ადამიანს არასოდეს არ ეშინოდეს იმის, რომ თუ მას რაიმე აწუხებს უსახსრობის გამო ვერ მივიდეს ექიმთან, ვერ გაიკეთოს ოპერაცია და ასე შემდეგ. და მგონია, რომ ეს ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს გაჟღერდა და მეც მინდა გავიმეორო, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 2016 წელს 3 მილიარდ ლარს მიაღწევს ჯანდაცვაში ჩადებული თანხა. რასაკურველია, უფრო მეტი არის საჭირო და ბევრი ადამიანი ელოდება იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი იყოს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ ადამიანებს ჩვენ თქვით, რომ არც ერთ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ამ საზოგადოებაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და ეს გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გავადრო და ამაზე აუცილებლად საზოგადოება თვითონ ილაპარაკებს ეს ხელისუფლების ჩვენ საუბრობთ ამაზე, რომ ჩვენი მონაპოვარია, მაგრამ ჩვენი მონაპოვარი არ არის, საზოგადოების მონაპოვარი არის ზოგადად, რომ ჩვენ ამ საკმაოდ რთულ პრობლემას შევეჭიდეთ. გარდა ამისა, მე მახსოვს რამდენიმე ჩემი ახლობელი ოჯახი, სადაც ადამიანები, მშობლები ბავშვებს წიგნებს ვერ ყიდულობდნენ. აქაც ცდილობენ ისაუბრონ აი ამ ბიზნესის მიმართულებით, როგორი არის ეს, მაგრამ აქ ხომ ბიზნესი არაფერ შუაში არ არის.
ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ შენი მომავალი თაობის განათლებაში ჩადო ფული, ხომ კონკრეტულ ბავშვზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ხომ ეხა იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ. რასაკურველია, ჩვენ ხო იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, ვისაც უნდა გადავაბაროთ მერე ჩვენი ქვეყანა და ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა. ანუ ამ ბავშვების სწორედ იმ ჩადებული ინვესტიციაზე არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი და მომავალი და ამას დაუმატეთ კიდევ ის, რომ საბავშვო ბაღებშიც ხშირ შემთხვევაში ბავშვები ვერ მიყავდათ, იმიტომ რომ არ ქონდათ ოჯახებს იმის თანხები, რომ გადაეხადათ და ესიც უფასო გახდა. კიდევ ერთხელ გამოწვევა იმდენია, პრობლემა იმდენია, რომ ოპონენტები ვერ გვასწავლიან ამას, მაგრამ თავარი არის, რომ ხაზი არის სწორი, როგორი ქვეყანა გვინდა რომ ავაშენოთ. ეხლა რაც შეეხება დღეს იყო საუბარი და ეს ბოლო რამდენიმე დღე არის, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის საგარეო განსაკუთრებით საგარეო მიმართულების, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ გარკვეული პროცედურები იქნება საჭირო, რომ მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ ევროკავშირის ზონაში თავისუფლად და აღარ იყოს ეს მუდმივად ვიზების პრობლემები. ეს რასაკურველია ნიშნავს საზღვრების გახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას განვითარების, იგივე ვთქვათ, ფინანსური რესურსის მოძიების, განათლების მიღების და ასე შემდეგ. აი, ბევრად ამარტივებს ადამიანებისთვის ზოგადად როგორ უნდა დაგეგმონ მათ თავიანთი მომავალი და ცხოვრება. ჩვენ რაც შეგვიძლია სახელმწიფო ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოს და თუ ეს ხელშეწყობა არის, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. აი თქვათ, როცა კითხვას ვამენ, რომ რა არის, მერე რა რომ გაიხსნა და თავისუფალი მიმოსვლა ექნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბევრი წელია, ჩვენი წინაპრები ამაზე ვერ ციოცნებობდნენ, ხო, როდესაც იწყებოდა თავის დროზე, მაგრამ ეს იყო პირდაპირ დაკვეთა ჩვენი მომავალი თაობის, რომელიც უკვე მოვიდა გაიზარდა, რომელიც ამბობს, რომ არა, ჩემი არჩევანი არის ევროპა, ევროპული ფასეულობები, მე მისი ნაწილი ვარ. მე მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო და ეს არის ძალიან კარგი. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რად გვიჯდება და რა დაგვიჯდა ჩვენ ეს ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, აი ამ ტოლვისთვის, სწრაფვისთვის და ასე შემდეგ, გასაგებია ხო, აი როდესაც აი აქვე ჩრდილოეთში ძლიერი მეზობელი ყავს, რომლის დღის პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განსხვავებულია შენი პოლიტიკური დღის წესრიგისგან და მაინც ყველაფერს აკეთებ, იბრძვი 1000 ბარიერს გეგმის, მაგრამ მაინც იბრძვი, ხო? მგონია რომ არის დიდი მონაპოვარი და არ შეიძლება ამაზე არ ილაპარაკონ ადამიანებმა, რომ დიახ, ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ მარტო ხელისუფლებამ კი არ მოახერხა. რომ არ ყოფილიყო საზოგადოების მზაობა, რომ არ ყოფილიყო მისი აი ესეთი ჯიუტი სურვილი, აი ამ გზისკენ რომ უნდა გვევლო, მაშინ შესაძლოა რაღაცები ასე არ ყოფილიყო და ძალიან კარგი არის, რომ დღეს აი ამ მიმართულებით საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთიანი და ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი. ასევე გვაქვს კიდე მე მგონია, რომ რაღაცეები წარმატებით გავიარეთ, მაგრამ მთავარი გამოწვევა დაგვრჩა. და არის მთავარი გამოწვევა და მგონია, რომ ცოტა სხვა პოლიტიკა რომ გქონოდა ეკონომიკურ პოლიტიკას გულისხმობ, შესაძლოა ამ მიმართულებითაც უფრო მეტი სალაპარაკო გქონოდა შედეგების თვალსაზრისით. ვინაიდან ვაჯამებთ ჩვენ არა მხოლოდ წელს, 3 წელს ზოგადად, მგონია რომ თუ საზოგადოებას ეტყვი რა იქნებოდა უკეთესი, ბევრად უფრო კარგი არის. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხომ საზოგადოებას და ხელისუფლებას ამ ქვეყნისთვის ვართ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ზოგადად ამ ქვეყნის წარმატებაც, წარუმატებლობაც და ასე შემდეგ აისახება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ისე მოქალაქეებზე. ამიტომ მე მგონია, რომ ეხლა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენი ძირითადი გამოწვევა არის როგორმე უნდა იყოს უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ერთი წამი მჭირდება ზუსტად და დავასრულებ. ამიტომ მგონია, რომ ყველა უნდა იყოს
ყველა უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, არა მხოლოდ ეკონომიკური გუნდი, ყველა უნდა ფიქრობდეს და ცდილობდეს იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რაც შეიძლება ბევრი დაინტერესებული ინვესტორი, რაც შეიძლება ბევრი დაინტერესებული ბიზნესმენი, რაც შეიძლება გამარტივებული საინვესტიციო გარემო, ბიზნეს გარემო და ასე შემდეგ ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ძვრების განხორციელება. თუ ეს გავაკეთეთ, მაშინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ხანებში საკმაოდ სერიოზული შედეგებს მიაღწია. ეკონომიკას დაუბრუნდებით, ოდან მოგვიანებით მაყურებელი ყავს ხაზზე და კითხვა არის თქვენთან. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. ქალბატონოანი, ერთ დროს, როცა თავიდან მოხვედით თქვენ პარლამენტში, ერთ-ერთ ეთერში მე დაგიკავშირდით და ჩემი გულის ტკივილი გამოვხადე. პენსიონერი ვარ. იმის მიმართ, რომ 2 თუ 13 თვის პენსიას თუ აიღებ, კოლოსალურ თანხას გიქვითავენ 3 თვეზე 45 ლარს და თქვენ გახარებულმა მიპასუხეთ, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია და დღის წესრიგში დგას, მაგრამ დაიწყო მეოთხე წელი, არაფერი არ მოგვარებულა. რომელი ევროკავშირის შვილო ეგრე ექცევიან იქ თავიანთ პენსიონერებს, ყვაყმოსილებს, დამსახურებულებს 160 ლარზე ათამაშებენ? მადლობა. მე მახსოვს ზუსტად ეს, მე არ მithქვამს, რომ მოგვარებულია, მე ვთქვი, რომ მე დაწყებული არის ამ საკითხთან დაკავშირებით, ის მახსოვს Liberty Bank-თან იყო. ვინაიდან Liberty Bank-ი არის ამ პენსიონერებთან დაკავშირებით, მაგრამ მე ისიც ვიცი 18% არის, როდესაც ხდება წინასწარ გარკვეული თანხის აღება, 18% ექვითებათ პენსიონერებს და მე მესმის ქალბატონო მართლა რთულია, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავერიეთ, გქონდა მოლაპარაკებები ამ თემაზე, იქნებ როგორმე მომხდარიყო პროცენტის შემცირება, რომ ამ რაოდენობის თანხა ჯერ ისედაც ეს პენსია ძალიან მინიმალურია, ადამიანს რომ ძალიან უჭირს, იმიტომ იღებს ხო, რამდენიმე თვის პენსიას და ძირითადად ეს რაში შეიძლება დასჭირდეს წამალში და ელემენტარულ პირობებში, მაგრამ სამწუხაროდ ბანკმა ეს არის, ჩვენ ვერ ჩავერეოდით ბანკის ბანკი კომერციული სტრუქტურა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ანუ მოლაპარაკებები სამწუხაროდ არ დასრულდა შედეგიანად, ვინაიდან ვერ მოხდა ეს პროცენტის შემცირება. რაც შეეხება თვითონ პენსიის რაოდენობას, მე ვისურვებდი, რომ 180 ლარი იქნება მომავალი წლის ივლისიდან და რა თქმა უნდა ესიც ძალიან ცოტაა, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ხანებში იყოს ეს პრობლემა მოგვარებული. თუ მე თქვენ შემეკითხებით, არის თუ არა საკმარისი, რა თქმა უნდა არ არის. თქვენ შემეკითხებით, საპენსიო მიმართულებით არის თუ არა ხარვეზები, არის ხარვეზები და ჩვენ ფიქრობთ საპენსიო რეფორმაზე, გარკვეულ ჯგუფიც მუშაობს, ოღონდ მე არ ვიცი ეს რეფორმა როდისთვის ვიქნებით ჩვენ მზად, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს. ჯერ არის პროცესი. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ სტუმარს მინდა ასეთი შეკითხვა დაუსვა. დიახ, გისმენთ. რა უნდა გააკეთოს გაღატაკებულმა მოსახლეობამ ევროპაში? Просто რაღაცას რო ამბობენ ევროპა ჯერ პურს ვერ აწყობს სტანდარტის მიხედვით საქართველოს. მადლობთ. თუმცა ჩვენ რომ არ გვემუშავა იმისთვის რომ ევროპაში გამარტივებულად ვიმოძრაოთ, ამას გავაკეთებდით თუ არ გავაკეთებდით, ახლა სტანდარტზე, პარალელურად სტანდარტზეც მუშაობთ, რასაკურველია და მე შემიძლია გითხრათ, რომ წელს საკმაოდ მასშტაბური არის ეს რაოდენობა ჩვენი პროდუქციის, რომელიც უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს და რომელიც მოხდება ევროპის ბაზარზე. მე ძალიან კარგად მესმის, ახლა რომ კიდევ უფრო რთულ გზას გავდივართ ახლა და ეს ასე მარტივი და ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ განვაცხადეთ და ჩვენ ეს განვაცხადეთ 90-იან წლების დასაწყისში, რომ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი საგარეო ურყევი კურსი, ეს იყო სწრაფვა ევროპისკენ და ამას მივყვებით. მე მგონია, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად განვაცხადეთ საზოგადოებასთან და ასევე საზოგადოებასთან ერთად ვიცოდით ძალიან კარგად, რომ ეს გზა ადვილი და მარტივი არ იქნებოდა და ურთულესი გზა გავიარეთ და ალბათ კიდევ უფრო მეტი სირთულეები დაგვხდება წინ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ვინაიდან ჩვენი ნება არის ურყევი და ზუსტად ვიცით, რასაც ნიშნავს ეს ჩვენთვის. და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ თუ
არ ვიცით, ეს ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას და ასე შემდეგ. ბევრი სიკეთეები არის. ოღონდ ასაშენებელი გვაქვს ერთად დემოკრატიული და ძლიერი ქვეყანა. თუმცა რაც შეეხება სტანდარტებს, როგორც ვიცით, უკვე არის რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც განხორციელდა პროგრამა აწარმოეს საქართველოს ფარგლებში. ერთ-ერთი ასეთი არის ძალიან ცნობილი ტანსაცმლის ბრენდი, რომლის სახელს მე ვერ დავასახელებ, ვინაიდან ეს რეკლამა ჩაგვეწევა. რასაკვირველია, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ინფორმაციით ვიცით, რომ საკმაოდ წარმატებით იყიდება მილანში და უწევს კონკურენციას ევროპულ ბრენდებს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ხომ, საქართველოში? თქმა უნდა, ამას ვამბობ სწორედ, რომ ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ აი იმ სტანდარტებს ისე დავუახლოვთ, რომ ბევრად მეტი პროდუქცია გავიდეს საქართველოსთან. ეს ძალიან დიდი ბაზარია და ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. მთავარი არის, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ესეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს, რომ ამას აუცილებლად მოვახერხებთ და შევძლებთ. ერთი ბრენდი, ერთი კი არა, რამდენიმე პროდუქცია იქნებოდა, ჩვენ ვიტყვით, რომ აი 3 წლის განმავლობაში აი ამდენი პროდუქცია წარმატებით იყიდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მე აი კიდევ რამდენიმე დაემატა, მაგრამ დრო უნდა, გასაგებია. მე ძალიან კარგად მესმის ახლა როდესაც ადამიანი ამბობდა, რომ სატელეფონო ჩართვით, როდესაც ამბობდა, რომ გაღატაკებული ქვეყანა, ასეა, მე ხომ თქვი, რომ ჩვენ გვაქვს, ჩვენი მთავარი გამოწვევა, ჩვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა დღეს არის ეკონომიკა. თუ ეკონომიკაში არ გვექნება ძალიან სერიოზული ძვრები, მაშინ ვეღარ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ რაიმე შედეგი გვაქვს, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვინაიდან ამ მიმართულებით არის ყველაფერი არის გადართული ამ მიმართულებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ალბათ შეიძლება და უფრო ადრე მომხდარიყო, ალბათ ცოტა სხვა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, ცოტა ორიენტირების სწორად უფრო განსაზღვრულიყო, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ ამ მოცემულობის შეცვლას შევძლებთ. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მადლობა გენაცვალე. მოგესალმებით, ისმენთ. ასეთი კითხვა მაქვს. მე მაქვს გაკეთებული ჩიყვის ოპერაცია. დიახ. ხო და ბოლო 3-4 წელია ყოველ 3-4 თვეში ვიკეთებ TSH-ის ანალიზს და ანალიზი ღირდა 8 ლარი. ერთშენიერ დღეს მივედი პოლიკლინიკაში და მითხრეს 27 ლარიო. მე ვკითხე რატომ და პენსია ხომ დაგენიშნათო. ესე იგი პენსია დამენიშნა, 8 ლარიანი ანალიზი გახდა 27 ლარი. და კიდევ ერთი გენაცვალე დიდი ბოდიში. აი ზამთარში ელექტროენერგიის ვაუჩერში გვერიცხებოდა 20 ლარი. ახლა მე როგორ იყო ეს? ხო, პენსია დაგვიმატეს 10 ლარი. იმ ვაუჩერიდან თითქმის 9 ლარი მოგვეჭრა. აი რამდენი დაგვიმატა პენსია? ლარი და 15. ქალბატონო, ორი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ქალბატონო, თუ შეიძლება ქალბატონო ერთი წუთით არ გათიშო, თუ შეიძლება თუ შესაძლებელი არის რომ გითხრათ კონკრეტულად რომელ პოლიკლინიკაში მოხდა ეს ფაქტი რომ ჩვენ გადავამოწმოთ, დიახ? ეს არის ლოტკინზე 30 პოლიკლინიკა. პოლიკლინიკა და კიდევ ამ დამატებით მე ჯანდაცვაში დავრეკე, ეს ხდებოდა სადღაც აპრილ-მაისის თვეში. ჯანდაცვაშიც დავრეკე და იქ ახალგაზრდა ხმა იყო მამაკაცი და იმანაც მითხრა პენსიონერი თუ ხართო. მე ვთხარი კი დამენიშნა, მაგრამ ჯერ არც ამიღია მეთქი 2 კვირის უკან დამენიშნა. ხო და პენსია ხო დაგენიშნათ, აბა რა გინდათ? ასე მიპასუხა. ძალიან დამწდა გული. მადლობ, ჩვენც ვეცდებით რომ გადავამოწმოთ რატომ მართლა არ შემიძლია ეს ხა ამაზე რაიმე თქვა, ანუ პასუხი, თუმცა ჩემი კომენტარი რასაკვირველი არის ის, რომ პენსიონერი რომ არის, ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვართ, რომ განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველ ფენებზე ბევრად მეტი შეღავათი ქონდეს, მათ შორის პენსიონერებზე. ხა მე ვფიქრობ, რომ აქ მართლა გაუგებრობაა და თუ ეს ასეა, მაშინ გადასამოწმებელი არის ძალიან სერიოზულად. რაც შეეხება ვაუჩერებს, ჩვენთან ეთერში იყვნენ საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არანაირი შეფერხება და ხარვეზი ვაუჩერების სისტემაში არ ყოფილა და ამიტომ ამ ფაქტს ჩვენ გადავამოწმოთ. უნდა გადავამოწმოთ ეს ფაქტით, რადგან ამბობს ეს ქალბატონი, ესე იგი რაღაც პრობლემა არის. ან ადგილობრივ დონეზე არის, ან რაღაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტი არის, რომ პრობლემა არის და ეს არის გადასამოწმებელი. კიდევ ერთი ზარი გვაქვს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მშვიდობის. მოგესალმებით.
ამ თავრობას ჩემო კარგებო არაფერი არ გაეკეთებია მარტო ცეჰეპატიტიანი ხალხი რომ იზრუნეს და ამდენი ხალხი რომ გადაარჩინეს აი ამისთვის ეკუთვნით მადლობა რატო წინა თავრობამ არ გააკეთა გმადლობ. არა, მადლობა არ გვეკუთვნის, არა, თქვენი ნებართვით რამდენიმე დეტალს მოვიყვან მაყურებლისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ისაუბრა ჰეპატიტზე და პირველ ეტაპზე პროგრამას ჩაერთო 6000-ზე მეტი პაციენტი, კურსი დაასრულა 1720-მა პირმა და პაციენტების 90%-მა დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი და იგეგმება რომ მომავალ წელს უკვე 20000-მდე პაციენტი იქნება ჩართული ამ პროგრამაში. იმის მიუხედავად რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი და ძალიან კარგი პროგრამა, უფრო სწორად და ამით არ ვიცი, მართლა ძალიან სერიოზული შვება მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, მადლობა არ გვეკუთვნის ვინაიდან, რასაც აკეთებს ხელისუფლება, ეს მისი ვალდებულება არის, როდესაც ამორჩევლები მიდიან არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან და აკეთებენ თავის არჩევანს, ეს არჩევანი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. სხვა საკითხია, რომელი ხელისუფლება როგორ ასრულებს ამ პასუხისმგებლობას თორე. მადლობა, მე ვფიქრობ, რომ მადლობა ჩვენ ერთმანეთს უნდა უთხრათ იმისთვის, რომ ვთქვათ, ქვეყანა გქონდეს უკეთეს და შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, თორემ ის რომ ადამიანებზე იზრუნო, მათ კეთილდღეობაზე იზრუნო, უკეთესი პირობები შექმნა და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხალხი სწორედ ამისთვის ირჩევს ხელისუფლებას. და კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგეგმება, რომ მომავალი წლიდან იქნება ჩაშვებული, ეს არის ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამა და ეროვნული ფორუმი არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ბატონმა თემურმა ჩვენთან ეთერში ერთგვარი პრეზენტაციაც კი გააკეთა ამ პროგრამის. თუ არის ცნობილი, როდის დაიწყება უკვე აქტიური მუშაობა აი ამ კანონ პროექტებზე, რომლებიც აუცილებელია ამ პროგრამის ასამუშავებლად. კანონ პროექტი ჩვენ უკვე მივიღეთ. სწორედ ავტორი ამ კანონ პროექტის არის ჩვენი ფრაქციის წევრი გია ხეჩინაშვილი, რომელიც არის პროფესიონალი ამ საკითხის. ანუ საკანონმდებლო დონეზე ეს არის რეგულირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი ამოქმედდება უკვე 2017 წლიდან, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ კანონი ორიენტირებული არის იმაზე, რომ სწორედ ეს დაავადება უნდა დავამარცხოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. აქ თვითონ ეს ითვალისწინებს როგორც არანებაყოფლობით პაციენტების მკურნალობას, ასევე გადამზადებას, ასევე კიდევ ბევრი სხვა სიახლე არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი და საჭირო არის სასჯელ ახსრულების დაწესებულებებში და მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთი კარგი პროექტი გვექნება, რომელსაც ექნება ძალიან კარგი შედეგები. მე აღარ ვისაუბრებ ამ თემაზე, ვინაიდან ეს ეროვნული ფორუმის ინიციატივა, უბრალოდ როდესაც ადამიანები საკუთარ თავზე იგრძნობენ ამას, მე უფრო ბევრად მეტი იქნება სალაპარაკო. ფაქტი არის, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ეს ინიციატივა უნდა მიგვეღო, ეს კანონი უნდა მოქმედებულიყო, კანონი მიღებული, ახლა უკვე დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად შესრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას კარგად შევასრულებთ, იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემა ზოგადად და ჯანდაცვის სამინისტრო კარგად მუშაობს სამმართველობით. რეკლამის დროს ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი. არ გადართოთ ჩვენ სულ მალე დაბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი არის ეროვნული ფორუმის საპარლამენტო ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, კითხვა არის თქვენთან, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გესმენთ. ანისთან მაქვს პირადად შვილო შეკითხვა და სასაუბრო. კი ბატონო, გესმენთ. ანი შვილო, მე ვიცი თქვენ, მე დამეხმარეთ თქვენ ერთ საქმეში მე და მე კიდე მოგმართავთ პირადად თქვენ. მე ვიცი თქვენი ვიზუალური როგორი გოგო ხარ და როგორი ეხმარები ხალხს და შვილო მე ვარ 7 შვილის დედა. მე ვარ 7 შვილის დედა, პერევალზე გადმოვიყვანე შვილო 7 შვილი. აი იმ ტრიბუნაზე ვოლსკი იჯდა, რომელსაც მე მივმართე ჩემი ოჯახიდან. შვილო 22 წელია მე გლდანში ვცხოვრობ, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. 3 თვე არის მეუღლე დამეღუპა. სიცივეში, გაყინულ ადგილას, გაუბედურებულ ადგილას, გაზი ჩვენ არა გვაქვს, დევნილები ვცხოვრობთ ეთოს საცხოვრებელი ორიონში გლდანში შვილო. პირადად მე 7 შვილის დედა შვილო, არ მაგცევენ ყურადღებას დევნილთა სამინისტრო. ეხლა მთელი პარლამენტი ჩემზე არის გადასული, რომ როგორღაც მე ყურადღება მომაქციოთ.
შუამდგომლობა მთელი პარლამენტარების თქვენი სახელი და გვარი მითხარით ხალბატონო ცისანა ანი კოპალიანი ცისანა შვილო ჩარეული არის აბლუთიანო საშველი არ მომცა შვილო რომ მე 7 შვილის დედას და მინდა რომ თქვენ გამოუშვათ აქ შემოწმება და ჩემი მდგომარეობა ნახოთ შვილიშვილები მყავს შვილო ორი ბიჭი მყავს ბიჭი საცოლი მყავს 26 წლის ბიჭი და გარდირობზე ძინავს აი ასე იძახის ბავშვი ცირცხვილს ადმიუდის დევნთა სამინისტრო 22 წელია შვილო ოჯახი არ გამიხვია ერთი ნომრი თუ არა ანი შვილო კი ბატონო მადლობთ თქვენ თუ გაქვთ ჩემი პირადი ტელეფონი თუ არა და თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ მithumetes ჩვენ შევხვდით ერთმანეთს იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართო ახლა ბატონ სულზარ სუბარს რომ აი ერთი ზარი ჩვენ თქვენ იცით რომ უარი თქვით იმ უბედურებაზე რაც ხდებოდა და ერთი დღეს იხსენებდა პრემიერი ფოცხო ეწერის მაგარის და კიდევ კარგი რომ ეს აღარ ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ძირითადი პოლიტიკა განსაკუთრებით პოლიტიკა და განსახლების სამინისტროს არის ის რომ რაც შეიძლება არც ერთი დევნილი აღარ იყოს საკუთარი ჭერის გარეშე და მართლა ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის მე ახლა ზუსტი სტატისტიკა ძალიან გამიჭირდება რამდენია მაგრამ აი ახლა განსაკუთრებით ამ ბოლოს 600 ოჯახი თბილისის ზღვაზე აშენებულ ახალ კორპუსებში შესახლდება მე მესმის რომ ეს საკმარისი არ არის და ასევე ზუსტად ვიცი რომ ბევრი ოჯახი ელოდება კიდევ დახმარებას მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას ამდენად მე კიდევ ერთხელ უნდა მიმართო ამ ქალბატონს რომ იქნებ დამიკავშირდეს და კიდევ უფრო აქტიურად გავერკვე ამ პრობლემაში და შესაბამისად კიდევ უფრო აქტიურად ჩავაყენოთ სოზარ სუბარის უწყება საქმის კურსში რომ როგორღაც ამ ადამიანების პრობლემა უსწრაფესად გადაწყდეს. ქუთაისიდან გვეკავშირდება მაყურებელი მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ალო, უკაცრავად მაინტერესებს სოციალურად დაუცოდები ვარ და დევნილები ვარ. და ყოველწლიურად ვაძლევდნენ დენის და კაზის ვაუჩერს და კემს იქნება თუ არა ამასთან დაკავშირებით რამე დახმარება. მადლობთ. ქუთაის კონკრეტულად არა გასაგებია ეს კონკრეტულად გაგვიჭირდება თქმა მაგრამ უნდა ეს საკითხიც არის თემა რომელიც უნდა ჩვენ მოვიკითხოთ ამ მიმართულებით როგორ არის ალბათ წელსაც გამონაკლისი არ იქნება მაგრამ ესე ზუსტად არ ვიცი ამის შესახებ. ქალბატონო ანი, მინდა თქვენს ნებართვით დაუბრუნდეთ პრემიერის ანგარიშს და მან ასევე გაუსვა ხაზი, რომ ადამიანები არ გათავისუფლებული შიშისგან დეპოლიტიზირებულია პოლიცია და შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია. თუმცა ჩვენ პერიოდულად გვესმის ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველა ყოფილი ხელისუფლების წევრი არის პოლიტდევნილი სინამდვილეში და პოლიტიკური ნიშნით დევნა ხდება მათი წევრების ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებში. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებული არის რეალურად მათი ესეთი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ? ნაციონალური მოძრაობა რომ ამბობს ხოლმე და ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს ჩვენ ყველამ ვიცით ხო, მაგრამ თუ არის გარკვეული ხარვეზები, ამაზე არ შეიძლება ვთქვათ არ გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა მის შესახებ და თუ რა ფაქტებიც არსებობს, ის უნდა გადამოწმდეს აუცილებლად, რასთან გვაქვს საქმე. რადგან არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ადამიანების დაყოფა არ უნდა ხდებოდეს და არც ხდება, ჩემი აზრით არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ ამ აზრისგან. ახლა გამახსენებენ აუცილებლად ქუთაისის პარლამენტთან მოხდარ ინციდენტს და მე თვითონ უნდა ვთქვა ამის შესახებ. ჩვენ პირველ რიგში კანონი არის ყველასთვის კანონი და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა დანაშაული შესაბამისად არის დასჯადი. თუმცა მე ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს და ღიად დავთქვი ამის შესახებ, რომ როდესაც მოსამართლემის გადაწყვეტილება მიიღო, ვთქვათ, ამ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, მე მაშინ ვთქვი, რომ შესაძლებელი იქნებოდა, რომ შესაძლებელი იყო, რომ ასეთი მკაცრი არ ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ეს მიიღო სასამართლომ, ეს მოსამართლის გადაწყვეტილება და არავის არ აქვს უფლება მოსამართლის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, ანზე გავლენა მოახდინოს, ან ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იქ იყო რა თქმა უნდა კრიმინალი, რა მნიშვნელობა აქვს ვის რას დაუზიანებ, ამ თქო ვის რას გაგებდებ. თავს არ უნდა მისცე ამის უფლება, რომ ეს გააკეთო, უნდა იცოდე, რომ კანონი ყველას კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ყველა არის ვალდებული და იცოს კანონი, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ შესაძლებელი იყო, რომ ამ ახალგაზრდების მიმართ სასამართლო უფრო შედარებით ულმობიერი ყოფილიყო.
მე არ ვიცი ალბათ ჯერ კიდევ სასამართლო პროცედურები მიმდინარეობს სასამართლო ძიება და მე დარწმუნებული ვარ რომ მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. და აქვე უნდა დაუბრუნდე რომ ძალიან უხერხულია მართლა, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს ზეწოლაზე საუბრობენ, აი მართლა ძალიან უხერხულია, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით ქვეყანაში 4 წლის წინ, სადაც 30,000-ზე მეტი პატიმარი იყო ციხეში, სადაც 300,000-ზე მეტი ადამიანი იყო 9 წლის განმავლობაში ბრალწაყენებული. ეს წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი 300,000 ცოტა ხომ არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ ყველა ოჯახს მაინც ყავდა თითო პატიმარი. თუ ასეთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ზოგადად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე ისაუბრებენ, მე არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ზუსტად იმიტომ განსხვავდებით იმ ხელისუფლებისგან და იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომ თუ კი იქნება ერთი ფაქტი მაინც არ უნდა დარჩეს ეს რეაგირების გარეშე, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რაღაც ნიშნით ადამიანების ერთმანეთისგან გარჩევა. სხვანაირად ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას. ვისაც რა პოლიტიკური გემოვნება უნდა რომ კონდეს, ეს არავის საქმე არ არის, მაგრამ ასევე ყველამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, ამა თუ იმ გუნდის წევრობა არც ერთ შემთხვევაში არავის არ ათავისუფლებს კანონის წინაშე თანასწორობისგან. პოლიტპატიმრები ახსენეთ თქვენ და არ შემიძლია არ გკითხოთ, ბუნებრივია იმ აჟიოტაჟზე, რომელიც გამოწვეული იყო წინა კვირას ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენ გვესმის უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველაფერი ბუნებრივი არის გამოძიების საქმე და თუ კი გამოძიებამ რაღაცა მასალა დადო, აუცილებლად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადამიანები, თუ კი ისინი მართლა არიან დამნაშავეები, ანუ ის ხაზი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ კანონი ყოველთვის კანონია. უბრალოდ თქვენ როგორ შეაფასებდით აი იმ მოვლენებს, რომელიც წინა კვირაში განვითარდა? ხო, საკმაოდ ესეთი თემაა, ძალიან მაღალი ინტერესის მქონე თემაა და ლოგიკურიც არის. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, რომ ვთქვათ, აქ უფრო მეტი დრამატიზება ხდება თემის და ეს ჩემი კოლეგები არაფერ შუაში არ არიან და სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ გამოძიებამ თქვას თავის სათქმელი, მაგრამ არ მithkoms ახლა უცოდ უნდა ვთქვა, კითხვა მქონდა და ახლაც მაქვს ახლა ამ კითხვას დავსვამ რა. თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა ეს იცოდა 1 წლის წინ. თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა ეს გზავნილები ნახა, რადგანაც არის საუბარი და თვითონ მას არ უთქვამს, ახლა უნდა ვთქვა აუცილებლად შესაძლოა, მაგრამ თქვა მისმა მრჩეველმა ბატონმა კახა კოჟორიძე, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა რატომ არ გააკეთა შესაბამისი რეაგირება? მას ხომ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს. თუ ეს ნამდვილად ხდებოდა. მართლა მაინტერესებს, ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ, თორე ის რომ ეს თუ ხდებოდა, ანუ რა ხდებოდა ზოგადად, რასთან გვაქვს საქმე და ასე შემდეგ, ამაზე გამოძიება უნდა იმუშაოს და სწორედ გამოძიების მიერ დადებული შედეგების მიხედვით გავაკეთებ მე კომენტარს, მაგრამ ის რასაც ადასტურებენ ადამიანები, მაგალითად ამბობს ალეკო ელისაშვილი, რომ ეს ვაჩვენე პრეზიდენტს და პრეზიდენტის მრჩეველი ამას ადასტურებს, რომ დიახ, ეს ნახა ბატონმა გიორგი მარგველოშმა, მე მაინტერესებს. წელიწად ნახევრის წინ თუ მსგავსი რამ ნახა პრეზიდენტმა, რატომ არ გააკეთა შესაბამისი რეაგირება, რას დაელოდა, რატომ არ მითხრა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რატომ არ გითხრა თქვენ, რატომ არ უთხრა ჩვენს მაყურებელს, ძალიან მაინტერესებს რომ მსგავს რამესთან მქონდა საქმე. და მე ველოდები მისგან, აუცილებლად ველოდები ამ კითხვაზე პასუხს. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობის მოგესალმებით, გისმენთ. ქალბატონოვანი ორი შეკითხვა მაქვს. შეიძლება პირველი ეხება პრემიებს, ესე იგი, იცით რომ 2000 კანონი მიიღეთ 2017 წელს დარეგულირებული პრემიების გაცემასთან, დარეგულირებასთან დაკავშირებით. თუმცა მე მინდა გითხრათ, როგორც თქვენი კოალიციის გულშემატკივარი და კერძოდ ეროვნული ფორუმის ერთ რამეზე მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც მიდის საზოგადოებაში თუნდაც კერძო საუბრებში თუ თქვენ რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ და ასე შემდეგ, ერთადერთი არგუმენტი, რომელზეც პასუხი არის ძალიან ძნელი გასაცემი, არის ეს პრემიები და არის დანამატები. ასე რომ ძალიან აქ თქვით 2017 წლამდე ჯერ გაიქნებოდა თუ 2016 წლამდე გააკეთებდით ამ პროცესს.
და მეორე თუ 2017 წელს არის ეს აუცილებლობა რომ ამ დროისთვის გადაიტანეს ისე მოხდეს რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდეს გაკონტროლება ძალიან მაგრამ რომ არავინ აიღოს ესე იგი ვისაც არ ეკუთვნის ეს პრემია ისე კაია როცა მხოლოდ ესე იგი მარტო პრემიები გაქვს სასაყვედურო და სხვაზე მე ვფიქრობ არგუმენტები არსებობს რატო ვერ გააკეთეთ რა იყო პრობლემა და ასე შემდეგ და მეორე შეკითხვა იმედზე უпростоეთ ტელეკომპანია იბერიაზე გუბასანიკიძე იყო და წამყვანმა დაუსვა შეკითხვა კახაშარტავასთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს იქ პასუხი ვერ გაეცა თუ თავი არის და თუ რაღაცა მე უფრო კონკრეტულად მაინტერესებს რომ გავიგო კახაშარტავა 2016 წლის არჩევნებში სიაში ან მაჟორიტარად იქნება და საერთოდ პოლიტიკაში ისე გააქტიურდება მე ძალიან მადლობა დავიწყებ პრემიებით და დანამატებით ეს საკითხი აი ხა მე ჩემი პოზიცია არის ასეთი ამ საკითხთან დაკავშირებით რომ ერთ-ერთი ფორმა წახალისების თანამშრომლის აუცილებლად უნდა იყოს ფულადი წახალისება ანუ პრემია და განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების წარმომადგენლების, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან დიდი შრომა უწევთ ამ ადამიანებს, ხშირად არის, რომ ვთქვათ, სამუშაო დროის დასრულების შემდეგაც ისინი მუშაობენ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მივიღეთ შრომის კანონი, რომ ისე განაკვეთური შრომა უნდა იყოს ანაზღაურებადი და ასე შემდეგ, ნუ მაინც ვიცით ხო, რომ ვერ ხდება ახლა ესე და ბევრი ხარვეზი არის, რომელიც აი ეს შრომის კანონმდებლობაში, კანონმდებლობა თვითონ კარგია, მაგრამ იმის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება ვერ ხდება. ამიტომ მე არ მგონია, რომ ზოგადად პრემიებზე უარის თქმა სწორი პოზიცია იყოს. მე მაქვს მყარი ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ უნდა არსებობდეს პრემიის ქვედა და ზედა ზღვარი. რომ იმის იქ დავუშვათ ზედა ზღვარი უნდა იყოს დავუშვათ 1000 პირობითად 1000 ლარი, რომლის იქითაც პრემია არ უნდა გაიცემოდეს. ეს ბევრად უფრო დაარეგულირებდა ჩემი აზრით ამ საკითხს და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული უწყების პირველი პირი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ეს საპრემიო ფონდი გადანაწილდეს დაბალი და საშუალო რანგის მოხელეებზე და არა ვთქვათ მათზე, მოადგილეებზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მე კიდევ აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ მე ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელიც რამდენიმე საათით მიდის სახლში. და ეს ხდება ღამის 2 საათზე, 3 საათზე, ტოვებენ თავიანთ უწყებას და მართლა ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან ბევრ შრომობენ და მუშაობენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სადაც სერიოზული პრობლემებია, განსაკუთრებით ესეთი მძიმე სოციალური ფონია და ასე შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ მას შეიძლება ეს ეკუთვნის და ხშირ შემთხვევაში ეკუთვნის, მაინც მგონი რომ უფრო მორალური საკითხი არის, რომ ეს საპრემიო ფონდი გადაანაწილოს უფრო დაბალი და საშუალო რანგის მოხელეებზე, ვიდრე ვთქვათ დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე და ასე შემდეგ. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს იმიტომ უნდა ამოქმედდეს ეს საჯარო მოხელის შესახებ კანონი, შეიძლება 2016 წელს კარგი იყო, მაგრამ ვერ ესწრება თვითონ გადასვლა ამ კანონის ამოქმედება, ვინაიდან არსებობს გარდამავალიდებულები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, ამის შემდგომ მოხდება 2017 წლიდან სრულად უკვე ამ კანონის ამოქმედება. ჩვენ ძალიან გვეჩქარებოდა სხვათა შორის, მაგრამ უფრო ადრე მისი ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი, ამიტომ მე ამ მაყურებლისთვის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ეს იმიტომ კი არ გადაიწია ამან ჩვენი ნებით, რომ აი თქო უფრო მეტი პრემია აიღონ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, მაგრამ პროცედურები არის ისეთი, რომელიც დაკავშირებული არის აი ამ ვადებთან. ამიტომ კარგი არის, რომ და კარგი იქნება თუ გამართული იქნება ყველა სტრუქტურა იმისთვის, რომ 2017 წელს აი ესე შევხვდებით საჯარო ამ ამოქმედებულ კანონს, რომელიც მე ვფიქრობ ამას მართლა დაარეგულირებს და ეს გადაღებული პრემიების და დანამატების თემა ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და ვიტყვით, რომ დიახ, ადამიანები იღებენ იმდენს, რამდენიც ეკუთვნით შესაბამისი რანგის, დამსახურების, ჩინის, კლასის და ასე შემდეგ მიხედვით ეს ყველაფერი გაწერილი არის ამ კანონში. კახაშარტავაზე იყო. და კახაშარტავა რაც ყველაზე მთავარია. კახაშარტავა არის და რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრად, ის არსად არ წასულა პოლიტიკიდან და
ძალიან რთული არ არიდებდა თავს გუბასანიკიძე და არც მე არ ავარდებ, მაგრამ ძალიან რთულია დღეს გითხრათ ის მაჟორიტარი იქნება, ის პირველი ნომერი იქნება თუ როგორ იქნება, მაგრამ ის აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად ამ პროცესებში აქტიურად ჩართული. ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. თავის დროზე მან გააკეთა არჩევანი იმისთვის, რომ და არ იყო, ანუ არც მაჟორიტარი და არც სიაში და გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, ეროვნული ფორუმი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მან გადაწყვიტა, რომ პარტიული საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ვიდრე ვთქვათ მისი ან პარლამენტში ყოფნა, ან მაჟორიტარობა, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში წასვლა, ასე რომ მე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის გულშემატკივრებს, კახა შარტავას გულშემატკივრებს და ასევე მინდა უთხრა, რომ ის არის ჩვენთან, ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ის არის პოლიტიკაში და იქნება რა თქმა უნდა უფრო აქტიური. ქალბატონოვანი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა, ამიტომ შემაჯამებელი კითხვაც მინდა დაგისვათ, მომავალი წელი, მნიშვნელოვანი წელი არის საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნების წელი. როგორი იქნება თქვენი როგორც ეროვნული ფორუმის წევრის პროგრამა მაქსიმუმი და ამავდროულად თქვენი როგორც ხელისუფლების საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის პროგრამა მაქსიმუმი. რას პირდებით თქვენ მოსახლეობას 2016 წელს? თავად ჩემი გამოწვევა არის, იცით როგორი. მე ძალიან მომწონს, რომ პოლიტიკურად ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამორჩეველი ძალიან გონიერი არის. ანუ თუ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური ძალა, ესა თუ ის პოლიტიკოსი შეეცდება, რომ ცრუ დაპირებები გასცეს ისევ და ანუ ამორჩეველი მოატყუოს, უბრალოდ მინდა ვურჩიო, რომ ეს არ გააკეთოს, ეს მისი პოლიტიკური დასასრული იქნება, მისი კარიერის დასასრული იქნება, ვინაიდან ესე არ გამოვა. მე ვისურვებდი, ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ადამიანებს უნდა უთხრა სიმართლე. ზუსტად უნდა უთხრა, რისი გაკეთება შეგიძლია, რა გინდა რომ, როგორი გინდა რომ იყოს ეს ქვეყანა და არახმებისთვის დაპირდა ყველაფერს და მე არაფერია, ან იმის ნახევარიც არ შეუსრულა. ამიტომ მე მგონია რომ ეს იქნება არჩევნები, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებული იქნება მივიდეს და ამორჩევლოს უთხრა სიმართლე. გაკეთებული საქმეების შესახებაც. გაუკეთებელი საქმეების შესახებაც, რა ვერ გააკეთა ობიექტურად, რა შეუშალა ხელი, ვთქვათ, მან თუ დააკლო რამე, იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს ჩვენ სამომრჩევლს. მე მგონი უნიკალური ვერი არის ამ მიმართულებით, რომ როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს, თუ მას გულწრფელად ეტყვი, რომ იცი რა, რაღაცა ან შეგეშალა, ან არ გააკეთე, ან ცოტა იზარმაცე, ან უკეთესად შეგეძლო გაგიკეთებინა, მაგრამ ის ამას აუცილებლად გაიგებს. ამიტომ მგონია რომ ეხლა დღეს მე მგონია რომ გულწრფელი პოლიტიკოსების პერიოდი მოდის და წარსულს ჩაბარდა ეს სრუპენტელა პოლიტიკოსების. ჩვენ გუნდში ნაკლებად არიან ასეთები კიდევ კარგი, მაგრამ ბევრი იყო. ასე რომ, ხო, რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის ეს ეკონომიკური მიმართულება. ფაქტი არის, რომ ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ბევრი საქმე გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია არის ჩასადები ქართულ ეკონომიკაში, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი უნდა დავაინტერესოთ, თითქმის ყველამ უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ დავარწმუნოთ, დავაჯეროთ ადამიანები, უცხოელები, შესაბამისი კაპიტალის ამფლობელები, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელი არის ინვესტიციების ჩადება, რომ ეს აუცილებელი არის ჩვენი ქვეყნისთვისაც და ზოგადად მომგებიანიც იქნება მათთვის. ამიტომ ამ მიმართულებით მგონია, რომ ბევრი სამუშაო იქნება, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ვთქვათ, ამ შესახებ რა გავაკეთეთ და რამდენად შედეგიანი იყო ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა, უფრო მეტი ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება თვითონ წელს, რა თქმა უნდა, ეს იქნება აქტიური წელი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ რთული წელიც იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებსაც და შესაბამისად, როდესაც ესეთი პოლიტიკოსები არიან, თქვათ, პოლიტიკურ სივრცეში, ხო? ბევრად საინტერესო არის პოლიტიკაში ყოფნაც, ბევრად მნიშვნელოვანი არის ის, რომ შედეგი უკეთესი იქნება და რაც ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს აუცილებლად დემოკრატიული საზოგადოება, აუცილებლად ყველამ
ან ეს პირდაპირ ვალდებულება არის, რომ ყველა მოქალაქე უნდა იდგეს დემოკრატიული ინსტიტუტების სადარაჯოზე. არა იმიტომ, რომ ეს იმ კონკრეტულ პიროვნებას სჭირდება, ზოგადად სხვანაირად ვერ გვექნება. არ იქნება ქვეყანა, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურად იცხოვრონ. ამიტომ მხოლოდ ხელისუფლებაზე, მხოლოდ პოლიტიკოსებზე და ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი. მე ვისურვებდი, რომ იმაზე ბევრად აქტიური იყოს საზოგადოება, უფრო ჩართული იყოს, გაგვაკრიტიკოს უფრო მეტად, ცილისწამება არ არის კარგი, თორემ გაკრიტიკება ძალიან კარგია და ჯანსაღი კრიტიკა გვეხმარება და ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც, ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული წელი უნდა გქონდეს ზოგადად, ჩვენს ქვეყანას უნდა გქონდეს წარმატებული წელი და ვისურვებ ამას, რადგან შემაჯამებელი გადაცემაა და რადგან ამ წელს ბოლოჯერ ხვდებით, სულ რაღაც 10 დღეში ჩვენ ახალი წლის შემოგზანებას ვიზეიმებ და მინდა რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მინდა რომ ადამიანებს ის ბევრი პრობლემები რომელიც აქვს არ ქონდეთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებს, ზოგადად ჩვენ ოჯახებში, ჩვენ საახლობლოში და ასევე ძალიან მინდა, ძალიან რომ ძალიან აქტიური იყოს ჩვენი საზოგადოება, რომ პრობლემები რომელიც არსებობს ყველამ ერთად დავამარცხოთ. მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის, წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფორუმი და ჩვენი სტუმარი იყო ეროვნული ფორუმის საპარლამენტო ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.